აჭარის კულტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაიწყო. სამინისტროს ძირითადი პროგრამული პრიორიტეტები კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერას, ფოლკლორის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, სახელოვნებო დარგების განვითარებას, შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას, ახალგაზრდების ჩართულობის ხელისშეწყობას უკავშირდება. რა გეგმები აქვს სამინისტროს სამომავლოდ? აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო ელისო, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს მართლაც ძალიან საინტერესო დღე არის, ჩვენ ვიმყოფებით ქედაში, სადაც შევხვდით მოსახლეობას, ადამიანებს, რომელიც სახელოვნებო სფეროში არის ჩართული. ძალიან საინტერესო აზრები დაიბადა და კიდევ კულტურის ცენტრი იქნება, ძალიან მალე გვექნება ჩვეულებრივი კულტურის ცენტრი ქედაში და ვფიქრობ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეგიონებთან, ასე ვთქვათ, გასვლები და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაცია, რადგანაც ეს მიცემს საშუალებას ძალიან სისტემურად მიუდგეთ იმ საკითხებს, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი. მთაში კულტურული ინდუსტრიების განვითარება, ფესტივალების ხელშეწყობა და ბევრი ესეთი საკითხები, როგორც არის მაგალითად ფოლკლორის გადარჩენის თემები და დღეს სწორედ დაიბადა იდეა, რომ ჩვენ შეიძლება შევქმნათ აჭარაში ფოლკლორის ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ. იგივე აზრს გაიზიარებენ, არის შეხვედრები დაგეგმილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ყველა მუნიციპალიტეტი ერთ აზრზეა და ზოგადად სამინისტრომ რატომ გადაწყვიტა გასულიყო პირველ რიგში მუნიციპალიტეტებში და ეკითხათ ადგილობრივების აზრი. აქ არის სრული ერთსულოვნება, იმიტომ რომ რეგიონი სუნთქავს ფოლკლორით და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სახელოვნებო სფერო და მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტებთან გასვლითი შეხვედრები ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, როდესაც უშუალოდ შეგიძლია შეხვდეთ ხალხს და მათი გულის ტკივილი, მათი სურვილები, მათი მოთხოვნილებები უფრო ახლოს გაიცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაბინეტში რა თქმა უნდა ყველას შეუძლია ჩამოვიდეს და ჩვენ შეგვიძლია სხდომებით და თათბირებით გავმართოთ, მაგრამ ის გასვლები, რასაც ქვია ნამდვილად აი მათთან უშუალო ადამიანებთან და ადამიანებთან ურთიერთობა უშუალოდ ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სისტემურად ყველა მუნიციპალიტეტში კულტურის სამინისტრო მივიდეს და შემდეგ უკვე რეზუმეს სახით და ანალიზის სახით გავაკეთოთ ის საჭირო საქმეები, რაც აუცილებლად სჭირდება კულტურის სამინისტროს დახმარება ამ მიმართულებებს. საინტერესოა კიდევ ერთი მიმართულება, საინტერესო პროგრამული დაფინანსების კუთხით, რას აკეთებს სამინისტრო, როგორია თქვენი სტრატეგია, თუნდაც ვისაუბროთ ბიუჯეტი 41 მილიონ ლარზე მეტი ამ მიმართულებით. რა მიმართულებებს აფინანსებს სამინისტრო, რა პროგრამებზეა 2025 წლის განმავლობაში საუბარი? დიახ, 41 მილიონზე მეტი არის მთლიანად სამინისტროში დაფინანსება, მაგრამ აქ თქვენ რასაც სხვადასხვა პროგრამები არსებობს, ეს არის მუზეუმების განვითარება, ლიტერატურის განვითარება, სახელოვნებო მიმართულება, ფესტივალების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ პროგრამები კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე სიპია და მეორე აი ეს მიმართულებები ჩაშლილია ამ ბიუჯეტში. მაგრამ ფესტივალების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ახლა უკვე სრულდება გამარჯვებული ფესტივალების სია გამოქვეყნდება ძალიან მალე. ასევე იქნება ცალკეული პროექტები, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე საბოლოოდ სახეს მიიღებს და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალება გვექნება, რადგანაც გეგმავთ, რომ სტარტაპების სახით ახალი ფესტივალები და ახალი იდეები უნდა იყოს ხელშეწყობილი სამინისტროს მიერ. სტრატეგია არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მთავარი, ასე ვთქვათ, ხაზი სამინისტროს შექმნის, რასაც მივესალმებით ყველანი, აჭარის რეგიონში ცალკე როგორც სტრუქტურა, კულტურის სამინისტროს გამოსვლა, არის იმიტომ კარგი, რომ აქ ხელი შეეწყობა
უფრო მეტად სისტემურად, ასე ვთქვათ, მთაში კულტურის შენარჩუნებას, მის განვითარებას, იმიტომ რომ მთის კულტურა მთაში, ასე ვთქვათ, ინახავს იმ ისტორიას, იმ მემკვიდრეობას, რაც არის ქართველი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის ის ფოლკლორი, ის ყველა მაგალითად სიმღერები, იქნება ცეკვა, ეს იქნება მთის ფესტივალები, დღესასწაულები, ეს ყველაფერი არის ის ტრადიციები და ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული იდენტობისთვის. და ამიტომ, რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტრო იქნება თავის სიმაღლეზე, რომ ეს ყველაფერი დაიცვას და ხელი შეუწყოს მომავალი განვითარებისთვის. მომავალ განვითარებაზე საუბრობთ, ქალბატონო სალომე და ზოგადად აუცილებლად მინდა კითხოთ, ქალბატონო ელისო, საინტერესოა, როგორია სამინისტროს სამმავლო ხედვები უფრო კიდევ რომ დაგვიკონკრეტოთ, არა მარტო მთასთან მიმართებაში, განვითარების სტრატეგია, რა სიახლეებზე მუშაობთ? ჩვენ მუშაობთ პირველ რიგში სიახლეზე, რომ შეიქმნას სრულყოფილი სიმფონიური ორკესტრი აჭარაში და ეს იყოს აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ეს არის უკვე არსებული, მაგრამ ვერ ფუნქციონირებს იმის გამო, რომ არ არის საკმარისი შტატები და აქედან გამომდინარე სამუსიკო ხელოვნების, მუსიკალური ხელოვნება, ასე ვთქვათ, ინდუსტრია მეტად განვითარდება და მას შეეწყობა ხელი და იქნება სრულყოფილად წარმოდგენილი, როგორც ფესტივალების ჩართვის უფრო მეტი საშუალება გაჩნდება, ასევე სხვადასხვა არტისტების, მსოფლიო არტისტების მოწვევის, ორკესტრების გაყვანის და ამ შემდეგ ინტერაქცია იქნება ძალიან დიდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ღერძი, ასე ვთქვათ, იმ ყველაფრის, რაც უნდა განვითარდეს კიდევ უფრო მეტად აჭარის რეგიონში. კიდევ ვიტყვი და გაგანდობთ, რომ რა თქმა უნდა, დღეს კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდა ის, რომ ფოლკლორის ცენტრი შეიქმნას, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი და საპილოტო სახელოვნებო სკოლა, კოლეჯივით, რომელიც იქნება საპილოტო რეჟიმში იმუშავებს და ეს ალბათ ძალიან მალე იქნება წარმოდგენილი სამინისტროს მიერ სხვადასხვა არხებზე გაგიზიარებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა, ეს არის მომავალი ბავშვებისთვის და ეს არის უმნიშვნელოვანესი თემატიკა, რაც შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, ანუ სახელმწიფო განათლების სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს კიდევ უფრო მეტად და ასე ვთქვათ, სისტემურად განვითარდეს. ქალბატონო ელისო, აუცილებლად მინდა კითხოთ საერთაშორისო ურთიერთობებზეც. თუ არ ვცდები, ძალიან ბევრი შეხვედრა უკვე გაიმართა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. რა საკითხები განიხილეთ, რა სახის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს და სახის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში საუბარი? დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი ხშირი შეხვედრები საკონსულოებთან და ელჩებთან, რომელიც საქართველოში არის აკრედიტებული და დავსახეთ საინტერესო რამოდენიმე გეგმა, რომელიც იქნება მაგალითად აჭარის დღეები დანიაში, აჭარის დღეები თურქეთში, სტამბოლში მაგალითად მუშაობთ აზერბაიჯანში კულტურის დღეების ჩატარებაზე და კულტურის დიპლომატიის განვითარების ეს ხაზი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურის სამინისტროსთვის. ასე რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ბათუმის დრამატული თეატრის გასტროლი თესალონიკში, სადაც მთელი შემადგენლობა წარმოადგენს ახალ სპექტაკლს ძალიან პრესტიჟულ დარბაზში. ეს იქნება 29 ივნისში. შემდეგ არის ბალერინების გასვლა იტალიაში, ახალგაზრდა ბალერინების. ანუ ის საერთაშორისო მოწვევები, რომელიც რეგიონში, ასე ვთქვათ, ამვითარებს კულტურის დიპლომატიას, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საკმაოდ დატვირთული კალენდარით გველის ამ ზაფხულს, სხვათა შორის, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე აჭარის რეგიონში. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და წარმატებას გისურვებთ ყველა პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე პასუხობდა კითხვებს პირდაპირ ეთერში.